გამარჯობა მოგესალმებით ვიფასოთ ელემაყურებლებო. ჩვენ პლატეები უსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც არათუ მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებითაც კარგად ეს ჩანს და უკვე ხედავს საზოგადოება თუ რა პროცესები მიმდინარეობს სოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ასევე ჩვენ ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან თარიღზე, რასაც ქვია ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი, რომელიც ხვალ აღნიშნავს სოფლიოს საზოგადოება. სოფლიოს საზოგადოება, რომელიც სოფლიოს საზოგადოებას გადაურჩა იმ ფაშისტურ რეჟიმს, რომელმაც ფაშისტურმა რეჟიმას დაიწყო მთლიანობაში კაცობრიობის განადგურება. და სწორედ ეს ორმა დიდმა ქართველმა დააგვირგვინა, ეს იყო ბერია და სტალინი, რომელმაც გაანადგურეს და მთლიანობაში ფაშისტურ რეჟიმს გადატეხეს კისერში, მაგრამ დღესაც არის თანამედროვე ფაშიზმი, როგორც ხედავთ ჩვენ როგორც ევროპაში, ასევე უკრაინაში ხო თანამედროვე ფაშიზმი მოქმედებს. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენ ხვალ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები, საპატივცემულო სტუმრები. ეს არიან ბატონი თეიმურაზ ფიფია, პოლიტიკური ეკონომიკის სპეციალისტი, ამავდროულად მიხეილ ეშხენტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით. დღესთან მადლობა მოწვევისათვის. მადლობთ თქვენ პატივისცემა და მოკითხვა და მილოცვა ჩვენ მაყურებლებს. მადლობთ რომ მოგზავნით ჩვენთან სტუდიაში, მადლობთ რომ ჩვენ დღეს მართლაც იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხებიც არის საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის და ბატონო თეიმურა თქვენ დავიწყებთ, ბატონო თეიმურ, თქვა 9 მაისია. 9 მაისი, რომელმაც 9 მაისმაც სოფლიო გაანთავისუფლა ფაშიზმისაგან და თავისუფლება მოუტანა ადამიანებს. მოდი ასე ვთქვათ, რა თავისუფლება მოუტანა ადამიანებს და ამ თავისუფლებასთან ერთად ადამიანებს მოუტანა სიკეთე, ეკონომიკური წინსვლა და ეს წყნარი ცხოვრება, რომელიც წყნარი ცხოვრებითაც ისე ცხოვრობდით ჩვენ თელი წლების განმავლობაში. რას ვაკეთებთ ხვალ და რატომ უნდა აღნიშნოს განსაკუთრებით საქართველოს ეს დღე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. 9 მაისი ეს არის უდიდესი ისტორიული თარიღი, რომელიც ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელმაც მიიღო უშუალო მონაწილეობა იმ დიდ სამამულო ომში, ეს არის საბჭოთა ხალხი და საბჭოთა ხალხის შემადგენლობაში იყო ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი როლი, თავისი წილი, პასუხისმგებლობა ღირსეულად ატარა და ამ ომში სხვაზე ნაკლებ არ უმომია და ღირსეული წვლილი შეიტანა აი ამ უდიდეს საერთო საკაცობრიო მნიშვნელობის გამარჯვებაში. ამიტომ ქართველმა ხალხმა ეს თარიღი უნდა იზეიმოს, ღირსია რომ მან ეს თარიღი აღნიშნოს თავაწეულმა და რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ და მთელი ამ 30 წლის მანძილზე თქვენ ბატონო მიშა, მე და ჩვენი მეგობრები ვცდილობდით რომ წითელი დროშა და 9 მაისის სახელი ყოველ წელს აღნიშნული ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ 90-იან წლებში ჩვენ ვიცით რა დამოკიდებულება იყო 9 მაისთან დაკავშირებით, მერე ცოტა შეიცვალა. ახლა ასე თუ ისე მთავრობა აღნიშნავს ამას, მაგრამ მოქმედებს კანონი, რომელსაც ქვია თავისუფლების ქარტია, რომელიც კრძალავს კომუნისტურ სიმბოლიკას, უთანაბრებს რა კომუნისტურ სიმბოლიკას, ფაშისტურ სიმბოლიკას უთანაბრებს. და ეს სამარცხვინო კანონი საქართველოში მოქმედებს, რომელსაც ქვია თავისუფლების ქარტია. საქართველოში, სადაც რომელმაც შობა იოსებ სტალინი. ნაცების დროინდელი მიღებული კანონი. დიახ, მიხეილ სააკაშვილის დროს იქნა მიღებული ეს 2011 წელს და დღემდე მუშაობს. ვერ მოვიცილე და სანამ არ მოვიცილებ საერთოდ აი ამ იმ ნეოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელსაც ერთგულება გამოუცხადა სამწუხაროდ ერთგულება გამოუცხადა და ვერ მოიშორა დღევანდელმა ხელისუფლებამაც. აი სანამ ეს იმას არ მოიშორო, ჩვენი საშუალება არ იქნება. ხვალ ჩვენ ვაპირებთ 9 მაისის აღნიშნავს ქალაქ გორში, სტალინის ქალაქში, გვექნება მიტინგი, შემდეგ გვექნება მსვლელობა პირველის ნახევარზე, ვიკრიბებით და მთავარი მოთხოვნები იქნება რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენა და რა თქმა უნდა სოციალური მოთხოვნები, იმიტომ რომ მძიმე მდგომარეობაშია მოსახლეობა, გაუსაზღვრელ მდგომარეობაში მოსახლეობა, ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ჩვენ გვაქვს, ის ძირეულად უნდა შეიცვალოს და უნდა დაუბრუნდეთ დაახლოებით იმას, რაც იყო საბჭოთა პერიოდში, ანუ სოციალისტური განვითარების გზას. ეს ჩემი ღრმა რწმენა არის. ახლა ვიღაცა იტყვის, რომ
ეს ძალიან შორეული ის არისო, რა ქვია, მიზანიო და ჩვენ დღეს ამას ჩვენ ვერ შეგვისუბუქებთ მდგომარეობას. არც ისე შორეული. არც ისე შორეულია, მაგრამ ერთი მომენტი შეიძლება ითქვა. თუ შეიქმნა საქართველოში მძლავრი სოციალისტური მოძრაობა, თუ შეიქმნა საქართველოში სახალხო მოძრაობა ფასების დაკლებისთვის საწვავზე, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომელიც გამოაცხადა საპარლამენტო კომისიამ და მარცხი განიცადა ამ ფრონტზე, ასე ვთქვათ, აი ამ მიზანს თუ გამოაცხადებს ეს სახალხო მოძრაობა, მაშინ დამერწმუნეთ, რომ უკვე ხვალვე იგრძნობს მოსახლეობა მდგომარეობის შემსუბუქებას. ბატონო, ისა თემურ, თქვენ ხარჯანეთ, რომ გორში ხვალ ორგანიზებას უკეთებთ და იქ ჩატარდება მიტინგი, იქ ჩატარდება ღონისძიება, რომელიც ღონისძიების საფუძველზეც მართლაც პატივი მიაღოთ იოსებ ესაევიჩის სტალინის ხალხმუზეუმს, ის დამსახურებებს და ბატონო მიხეილ, დააფენებთ თუ არა მოთხოვნას და საერთოდ უნდა იყოს ეს აქტიურ ფრაზაში გადასული თუ არა სტალინის ძეგლის დაბრუნება იქ სადაც ეს იყო თავის დროზე და ლიბერალისტურმა იდეოლოგიის პატარებელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ის აქციას სადღაც ახლა სანაგვაზე გადააყენეს. მადლობა ბატონო ტრისთან, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აი ჩვენ გუშინ წინ ამდენიმე დღის წინ როცა საუბრობდით 9 მაისზე, როცა გავაჟღერეთ რომ და 9 მაისს ჩატარებულიყო ეს ღონისძიება, აი ყოველი მეორე თუ არა მეხუთე კითხვა იქ იყო რას აპირებს სტალინის ძელთან დაკავშირებით. ანუ თავად მოსახლეობისგან იმხელა სურვილი არის, იმხელა მონდომება არის აი ეს ძეგლი დაიდგას, რომ ჩვენ ვალდებულებიცა ვართ. ვალდებულებიცა ვართ და ეს საკითხი აუცილებლად დადგება, მაგრამ ამ ეტაპზე პირველი მნიშვნელობა რაც ბატონო თემურმა ბრძანა გარდა სოციალურისა, იქნება რუსეთთან პირდაპირ დიალოგის დაწყება. ანუ ეს ის დიალოგია, რომელიც მისცემს აი იმ ხელმოწერებთან ერთად, რომელიც ჩვენ გაკეთებული გვაქვს უკვე, მისცემს საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ დაიწყოს საუბარი რუსეთის ხელისუფლებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ჩვენი მცდელობა, ისეთი პატარა ქვეყნის, ისეთი პატარა ორგანიზაციების, თუნდაც 10, 20, 30 საპარლამენტო პარტია იყოს თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ საკითხებს ვერ აწევს. სტალინის დღემდე ეშინია კაცობრიობას. ანუ სახელის ეშინია, რამდენი ათეული წელი გავიდა მისი მკვლელობის შემდეგ, შემიძლია თქვა ვარაუდად და დღეს კიდე იმ კაცის ხსენება სამწუხაროდ მოსკოვშიც ეშინიათ. მოსკოვშიც ერიდებიან ამას და ეს არავის არ არის კარგი. ეს იყო მთავარსარდალი, რომელმაც საბჭოთა კავშირი სოციალისტური ქვეყანა, რომელიც ბატონი თემური საუბრობს და რომელმაც დაგვანახა, რომ კაპიტალიზმმა ამოწურა თავისთავად და დღეს რო ის მსოფლიო დამშეულია და მსოფლიო დადგა ბირთვული დაპირისპირების წინაშე, ეს არის კაპიტალიზმის სრული კრახი და სოციალიზმის დასრულების შედეგი. სანამ არსებობდა სოციალისტური კომუნისტური საბჭოთა კავშირი, იყო პარიტეტი. იყო საშუალო კლასი გერმანიაში, საფრანგეთში, ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აზიაში, როგორც კი დაიშალა, როგორც კი მოიშალა ეს პარიტეტი, ჩვენ დავინახეთ, რომ შრომელი ხალხი დღეს არის გამათხოვებული და ხედავთ 10,000-ობით საწარმოებს, ხვილის საწარმო ევროპაში იკეტება. ამიტომ სტალინი ეს არ არის მარტო ერთი ფიგურა ან ძეგლი, ეს არის იდეოლოგია, რომლის დაბრუნებისაც ეშინიათ როგორც ცეცხლს. ის რა სტალინმა გადაავადა 80 წელი, დღეს ჩვენ იმას ვიმკით. მაგრამ ჩვენ თუ დავაბრუნებთ სტალინს, ქართველები არა, სოფლიო კაცობრიობა, ჩვენ დავიბრუნებთ დამოუკიდებლობას. არა მარტო ეროვნულს, არამედ მენტალურ, ქრისტიანულ და ადამიანურს. ის იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ზევიდან იყო დაშვებული, მაგალითად, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ჩინოვნიკმა, მინისტრმა, რაიკომის დივანმა, მუშამ, აკადემიკოსმა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონო მიხეილ, ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ პირდაპირ დიალოგი დაიწყოს ხელისუფლება რუსეთთან. მე გეთანხმებით, რომ პირდაპირ დიალოგი ამდენხელ უნდა დაიწყოს. რადგან ეს უკვე მუნციფებულიც არის და გადასულიც არის, უკვე იქ გადაცილებულიც არის, ხო? მაგრამ ხედავთ, რომ აბსოლუტურად არანაირი ძვრები არ არის ამასთან დაკავშირებით და არანაირი ნაბიჯები არ არის გადადგმული იმისათვის, რომ არაერთი მესიჯი იყო რუსეთის ხელისუფლებისგან, მათ შორის პირველი პირები და ისინი მზად არიან დიალოგთან დაკავშირებით, ისინი მზად არიან, რომ ჩავიდნენ აქედან და დაიწყონ საუბარი ნებისმიერ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენ არ გვაქვს. კი ბატონო. მაგრამ ვერ
ვერ აკეთებენ თუ ვერ ბედავენ თუ რაშია საქმე. რატომ დღემდე და რატომ საერთოდ არანაირ დღესასწაულში ხელისუფლებასთან მიმართებაში არ დგას რუსეთთან პირდაპირ დიალოგი. ვინ არის ამის ხელისუფლების პირობები, ვინ უშლის ამას ხელს და ვინ არის ის დევი, რომელიც დევსაც აქვს ის კრანი გადაკეტილი და აბსოლუტურად დღემდე აი მარწუხებში ყავს ხელისუფლება, რომ რუსეთთან არანაირ პირდაპირ დიალოგი არ დავიწყოთ. 35 წლიანი მახელჯი პოლიტიკა. სიმახინჯე იმაში არ არის მარტო ფიზიოლოგიურში, სიმახინჯე არის მენტალობაში, აზროვნებაში. რითი უნდა ჩახვიდე, ვინ უნდა ჩავიდეს. მე ბევრჯერ ინტერვიუს გასაგებია საქართველოს მსოფლიოს მადლობა მინდა თქვენ ტელევიზიას მადლობა მინდა და ყოველთვის ერთ და იგივეს ვიმეორებ სიმართლეს და დავიღალე კიდეც. რითი ჩადიყარ? რას ეუბნები? პირდაპირ დიალოგს რო იწყებ, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ დავждეთ სალაპარაკოდ. ოპონენტი გვეუბნება, არა, ჯერ დააბრუნოს აფხაზეთი და ოსეთი, მერე ვილაპარაკოთ. არა, ესე არ გამოვა. ჩვენ როცა კამათი გვაქვს და ტელეფონზე უგრეკავთ ჩემ ოპონენტს, ვეუბნები, მოდი შევხვდეთ. ის თუ მეუბნება, რომ აი ჯერ ეს გააკეთე, შეხვედრა გამორიცხულია. ამ დიალოგის წინააღმდეგია დასავლეთი, ისევე როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასავლეთი იყო მომხრე აფხაზეთის დაკარგვის, დასავლეთი იყო მაპროვოცირებელი ცხინვალის 0-0-ი და დასავლეთი არის მაპროვოცირებელი იმის, რომ საქართველოს და რუსეთი არ დაждდეს სალაპარაკოდ. როგორც კი ქართველი და რუსი დაждდება ერთ-ერთზე დასავლეთის გარეშე გარანტირებულად. ვეუბნებით, რომ 2-3 თვის თავზე შედეგი დაიდგება. როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე დღის წინ ბატონო თემურმა და მე, ჩვენ მეგობრებთან შეხვედრები გქონდა, თქვით რომ საქართველო თუ არ გახდება საფრთხე აფხაზეთის ოსებისთვის და ჩვენ ვიქნებით გარკვეულ გაერთიანებულ სისტემაში რუსეთთან ერთად, ეს სიტუაციაც დარეგულირდება. თუ აფხაზეთი და ოსი არ იგრძნობს საფრთხეს საქართველოსგან, ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან გავაგრძელოთ დიალოგი და ის რაც მერე უნდა მოხდეს, წლებზე გადავანაწილოთ. დიალოგის გარეშე ჩვენ აღმოჩნდებით სამწუხაროდ არ ეწყილოს ჩვენ ტელემაყურებელს იმ მდგომარეობაში, რაც აღმოჩნდით 1800 წელს და რა მდგომარეობაში აღმოჩნდით 1921-ში. მაგრამ განსხვავებით 21-თან ტანკით არავინ არ შემოვა, იმიტომ რომ მეორეჯერ პატივს არავინ არ გვცემს, რომ დაგვიპყრონ, მერე დაგვაკანონ ფეხზე, შეგვიქმნან ეკონომიკა, კულტურა, მეცნიერება, ინდუსტრია და მერე დედისგინებით გავაგზავნოთ. ამას რუსია აღარ იზავს. უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ეღიმება ბატონ თემურს, მაგრამ რა ვქნა ახლა ეს. ითი არის ბატონო მიხეილი, მე გეთახმებით და მართლაც სულად თქვენს პოზიციაზე ვარ მე და ახლა რუსი თუ შეამოს სხვანაირად ჩამოს საქართველოში აქ. და სულ სხვანაირი უკვე ისე ხდება მას ჩვენთან მიმართებაში მოთხოვნები. მაგრამ ჩვენი ოპონენტები, მტრები, საქართველოს მტრები, რომლებიც დღეს საკმაოდ ძლიერ თავიანთ ჩვენ ქვეყანას წავიდა ფინანსებას, მე ვგულისხმობ დასავლური აგენტურის ამ ფარხაში ამ ქვეყანაში, რომელიც დღემდე ვერაფერი ვერ უგნა ხელისუფლებამ, კანონები მიღებულია, მაგრამ ეს კანონები არ მოქმედებს, ესენი მაინც ფინანსდებიან, მაინც მოქმედებენ, მაინც ხელფეკაშინდები არიან და აბსოლუტურად იმის თასწვათ, რომ ესენი და ისე რომ თავისიანებს ჟიან. აგერ საკითხია მე საუბარი, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ასია ეს. არსებობს ჟენევის ფორმატი, ბატონო. ჟენევის ფორმატი წლებია უკვე 30 წელი. 30 წელიწადია ჟენევის ფორმატი არსებობს, არაფერი წყლის ნამარხი და არაფერი აბსოლუტურად გაგაკეთებული და არც გაკეთება კიდო არის თუ არა აუცილებელი და თქვენ როგორ მიგაჩნიათ. ჟენევის ფორმატი უნდა გაუქმდეს და თუ პარალელურად შეიქმნება ბელორუსიის ფორმატი, რომელშიც უკვე აბსოლუტურად ჩაერთვებიან ის ძალები, რომელიც ძალებიც უკვე აქტიურად იმოქმედებენ ჩვენ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებზე, რამდენად ეს იქნება საქართველოს მომგებიანი, რომ ჟენევის ფორმატი გადმოინაცვლოს ბელორუსიაში. ჟენევის ფორმატი შეიქმნა იმ პირობებში, როცა საქართველო იყო და დღემდე არის დასავლეთის გავლენის ქვეშ. ბატონმა მიხეილმა აღნიშნა აფხაზეთის კონფლიქტის მიზეზი და ცხინვალის ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზი ჯერ ერთი ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის გამოძახილი, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, რომელიც მოიმსახურა საბჭოთა კავშირის დაშლას მაშინ. ანუ ის ძალები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლა უნდათ, იმ ძალებმა გააკეთეს ისე, რომ ჩვენ აფხაზები, ჩვენ და ოსები ერთმანეთს დავეჯახეთ და გავმართეთ მათამკვლელი
ომი და აი იმ პირობებში შეიქმნა ჰელსინკის აი ეს ესე იგი ფორმატი და მაშინ რა თქმა უნდა და დღემდე ჩარეული არის დასავლეთი ამ ფორმატში ამ ფორმატის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არის დასავლური ქვეყნები და ჩვენ ვსაუბრობთ რომ აუცილებელია რუსეთთან პირდაპირ დიალოგი. ყოველგვარი აი ამ ესე იგი შუამავლების გარეშე და ზედმეტი ყურის გარეშე. ამაზე აქვს საუბარი. და დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს, თუ მან არ შეეცვალა თავისი ასე ვთქვათ საგარეო პოლიტიკური კურსი, ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ აქამდე ის არ ჩაერთო არ მიიღო მონაწილეობა ანტირუსულ კოალიციაში და არ გაამწვავა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა, ეს ნამდვილად არის ეს საგარეო პოლიტიკა ქართული ოცნებისა მიმართული მშვიდობისა და სტაბილურობისაგან, ამას ჩვენ მივესალმებით, მაგრამ უკვე გავიდა ის პერიოდი, როცა ახალი პერიოდი დგება, როცა ეს არ არის საკმარისი. შენ ისტორია ისე გამწავდა ვითარება და ისე გამწავდა წინააღმდეგობა, მსოფლიო წინააღმდეგობა, რომ შენ ეს წინააღმდეგობა და ეს ობიექტური რეალობა გაყენებს იძულებულს ხთის, რომ არჩევანი გააკეთე. ან იქ უნდა იყო, ან იქ უნდა იყო. აი სხვა არჩევანი მესამე არ არსებობს. იყო ისტორიაში ძალიან ბევრჯერ ასეთი რამე რა. პირველ მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს და ამ შემდეგ. ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ ჩვენ. ან უნდა ვიყოთ პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი, ორგანული ნაწილი, სადაც რუსეთის ფედერაცია, ან უნდა ვიყოთ მათთან ერთად, აი მათთან ერთად რო ვიყოთ, იმათთან ერთად ჩვენ ამ მდგომარეობაში ვიქნებით. ვასალურ მდგომარეობაში. მდგომარეობაში, რომელშიც არის უკრაინა. ანუ მათთან ერთად ყოფნა ნიშნავს მათ ხელში იარაღად ყოფნას რუსეთის წინააღმდეგ, რაც ჩვენ დავღუპავს. ეს ჩვენ გაგვანაღმდებით. ძალიან მამპატიეთ, აი მომიტევეთ. მეორე ვარიანტი, მოდი, მეორე ვარიანტი კი არის ორი ვარიანტია, ხო? ან ისა, ან ესა, ხო? ის რაც არის, ახლა აუხსენი, ახლა გამგები გაიგებს ამას. თუ გინდათ გავშლით კიდევაც. ჩვენ ოპონენტებთან, რომელთანაც საუბარი სამწუხაროდ შეუძლებელია უბრალოდ და ეს საუბარი. თორემ ჩვენი არგუმენტები გვაქვს, ყველა საკითხთან დაკავშირებით. აი მეორე ვარიანტი არის რუსეთთან ერთად ესე იგი, აი ამ სივრცეში ყოფნა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ძნელი, ძალიან მწვავე პრობლემები, რომელიც უნდა გადავჭრათ რუსეთთან ერთად. აფხაზეთთან დაკავშირებით, ცხინვალისთან. ამ პრობლემების გათვალისწინებით ჩვენ მაინც აქეთ უნდა ვიყოთ. და ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, ჩვენი კონკრეტული გეგმა და კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება აი ამ პრობლემების დაძლევა. გარდა იმისა, რომ და პირველ რიგში ესაა ჩვენი მიზანი ბოდიში ჩვენი მიზანი რეპლიკა გარდა იმისა რომ საქართველოს ერთიანობას მივახციოთ ახლა ბოდიში აფხაზ და ოს ძმებთან მაგრამ ეს ასეა ერთიან სივრცეში ყოფნას მივახციოთ კარგი ასე ვთქვათ ერთიან სივრცეში ყოფნას გარდა ამისა ჩვენ უაღრესად პრაგმატული მიზანი გვაქვს საქართველოს იმ ხალხს რომელიც გვაქვს პრეტენზია რომ მოსახლეობა წარმოადგენთ რა მიზანია ეს ეკონომიკური სივრცე ჩვენ ესე იგი ერთადერთი ეკონომიკური სივრცე სადაც პერსპექტივა გააჩნია საქართველოს ეკონომიკას ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცე. ვართ ბატონო ევროკავშირთან რამდენი ხანია. შესაბამის ხელშეკრულებაც არის ეგრე ტანციმანცი და ეს რა ქვია კენტაურის მითი მუსიკე დაგვნიშნეთ მათთან შესაბამის ხელშეკრულება. მე აღმოჩნდა რომ ეს კაბალური ხელშეკრულება არ შეგვიშვეს თავიანთ ბაზარში. არ გამოდის ეკონომიკური აღმავლობა ევროპასთან ერთად თორე გერმანიასთანაც კარგად გვინდა ყოფნა კარგ ურთიერთობაში საფრანგეთთან არავისთან არ გვინდა ჩვენ ცუდი ურთიერთობები მაგრამ ჩვენ ეკონომიკას არ აქვს პერსპექტივები იმ სივრცეში პერსპექტივა გვაქვს ისევ აქეთ არ მიგვიშვები იქაც აი ეს არის პრა ჩვენი საწარმოები რო ამუშავდეს ჩვენი ფაბრიკები რო ამუშავდეს ჩვენი სოფლის მეურნეობა რო ამუშავდეს ამისათვის საჭიროა რა თქმა უნდა აი აქეთ ეს ბაზარი, აქ გვაქვს ჩვენ პერსპექტივა. აი ეს პრაგმატული მიზანი გვაქვს ჩვენ, როცა ჩვენ ვამბობთ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს. მე რეპლიკა მინდოდა ვაუტერსთან. აი ეს პროვოკაცია, რომელიც ჩვენ მოგვიწვეს სომხეთში რამდენიმე დღის წინ. კი. როდესაც პაშინიანმა ამ სომხეთის ალბათ, არც ყველა ერმა თავის ინტერესებს მიხედავს, მაგრამ მე ვთვლი ეს კაცი არ არის სომეხ ხალხის ჩვენი მეგობარი ერის ინტერესების გამომხატველი. ამ კაცმა როცა ჩაიყვანა ჩვენი ხელისუფლება, ვინ დააძალა, როგორ დააძალა და იქ მოხდა ეს შეხვედრა, აი ეს მრავალწლიანი ომში არ ჩართვა, დადგა კითხვის ნისკის ქვეშ.
მე მერწმუნეთ ჩვენ ვიცნობთ რუსეთს კარგად, თქვენ ჩემზე კარგად იცნობთ, ბატონი თემური იცნობთ და ჩვენი მაყურებელი. მტერს ჰქონდეს რუსეთთან თამაშის სურვილი და ის თამაში, რომელიც წამოწყებული იყო ერევნის, ასე ვთქვათ, მინდვრებზე, ნაპალიახ Armenia, როგორც თქვენ, ნაპალიახ ერევანა, როგორც უყვართ ეს. ეს ძალიან საფრთხილოა ჩვენთვის და ეს მყიფე სიმშვიდე, რომელიც შევინარჩუნეთ, მათ შორის თქვენი დახმარებით, თქვენი ტელევიზიის, ჩვენი ჩართულობით და ამდენი წელს მანძილზე ოცნებას მხარს უჭერდით, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, დღეს ხო არ დადგება ეს მშვიდობა კითხვის ნიშნის ქვეშ. ვინმე სხვა არ დაებადება მოსკოვში კითხვის ნიშანი, რა უნდათ ქართველებს ერევანში, რა უნდათ იქ სადაც ჩვენი მტრები იკრიბებიან. ხო, ითქვა, მე ძალიან მოზომილი ვარ თქვენ ტელევიზიას პატივისცემ და მაყურებელს. რატომ მოხდა, რატო გავაკეთეთ ის რაც 3 წელი ჩვენ, ასე ვთქვათ, ასე რუდუნებით ვაგროვეთ, ერთ დღეში გადავაგდეთ და უფრო მეტიც დელეგაცია დაბრუნებული ერევნიდან პირიქით უკვე აგინებდა ევროპას. ძმაო, ან ევროპასთან იყავი და ბოლომდე ჩაეხუტე, ან ესე ნახევარ შენს, მეც იმას არ გამოვა, ბატონ ტრისთან. ეს ამბავი ძალიან სულად დამთავრდება და ბევრისგან განსხვავებით მე რუსეთის მეშინია ვიცი, რაზეა წამსვლელი ეს ერი. და დღეს რომ ამბობენ, აი რუსეთი დასუსტა, რუსეთი ისეთი დასუსტებული იყო, რომ მოსკოვი ჩააბარა 812 წელს და მე სადაამთავრა, სად დაამთავრა ხედავთ? პარიზში დაამთავრა. ხო, პარიზში, მოსკოვი დასუსტებული იყო 41 წლის ნოემბერში 40 კილომეტრში ვალაკანოვსკის ტრასაზე იდგა გერმანელი. მაგრამ ბერლინში დაამთავრა. ხო, ანუ ნუ მოგატყუებს ეს ასე ვთქვათ, პიარი, რომ აი რუსეთი დასუსტა, პუტინი დასუსტებულია, კი? დიდი პრობლემები არის მოსკოვში, იმიტომ რომ 50 წელია საბჭოთა კავშირი შეჭმული იყო დასავლური აგენტურიდან. 70-იანი წლებიდან ეს აგენტურა უკვე 60 წელია მუშაობს და ვინ თუ არა თქვენ კარგად იცით ამის შესახებ. ამიტომ მოვრჩეთ ამ ზღაპრების მოსმენას და რაც ბატონმა თემურმა თქვა, ახალი მსოფლიო იბადება და ასე ვთქვათ, კაპიტალიზმის დაისი, რომელიც დაწერილი იყო 1902-1800 წლებში, დაისი და კაპიტალიზმის დასასრული, ჩვენ თვალწინ ხდება. ახალი სისტემა მოდის, ახალი ხედვა მოდის, ახალი ლიდერები მოდიან, რომელიც ჯერ არ დაბადებულად, ანუ ფიზიკურად დაბადებულები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ პოლიტიკაში არ მოსულან. და ამ ხალხმა უნდა აიღონ მომავალი მართვა. დღეს რაც საქართველოში ხდება, სამწუხაროდ არ ეხმიანება იმ დიდ გამოწვევებს, რომელიც იქნება მალე ჩვენ წინაშე. მე გეთანხმებით, ბატონო მიხეილ, იქ მე ხომ მინდა შევეხო პატარა მაინც გავაკეთო იმას სასონხეთის საკითხთან დაკავშირებით. მე დღეს მოვსვინე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველს, საკმაოდ გამოცდილ ადამიანს, რომელსაც მის პროფესიულ დონეზე პატივს აქვს უშაკოვის განცხადებას მოვსვინე დღეს და პირდაპირ თქვა და პირდაპირ უთხრა ფაშინიას. ორსკამის დომა არ გამოგადგებაო. ესე უთხრა დღეს ეს ახალი განცხადება. ეს განცხადება უშაკოვმა. ამიტომ მან ძალიან კარგად ხაზგასითვა და სხვა ძალიან დიპლომატიურ ენაზე ეს და შესაბამისად ეს თქვენ მართალია ბატონო მიხეილ მიუღებელი იყო რუსეთისთვის საკმაოდ ძალიან უკვე წამოვიდა ისეთი განცხადებები, რომელი განცხადებების საფუძველზეც ჩვენც უკვე ჩვენც ვართ იმ იმაში რა მინისტრებში, რადგან ღიად არ ამბობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ რაღაც საქართველოსაც გამოკლეს ხელი და სწორიც არის. რატო ჩადიხარ იქ, სადაც ხდება ზელენსკი? ეხლა რა ხდება? აი ზელენსკის ეს აქციები, რაც მან გააკეთა ერევანში, ხო? ეხლა მე ვიცოდი, რომ ეს იყო პროვოკაცია. და გამოიყენებენ მაგას საქართველოში ეს ლიბერალისტული ამათ წინააღმდეგ, მაგრამ მე ამათი მიგვიჭ, ბატონო მიხეილ. ზელენსკი მივიდა შეხვდა ობახიძეს, ხო? ნუ ახლა გასაგებია ეგ კოლექტიური სურათის გადაღება იყო და იმ დროს ამან ისე ხო შევხედეთ, რომ ზუსტად სწორედ არა დიპლომატიურად მოიქცა ზელენსკი. იქ რო ჩადიხარ, უკვე ყველაფერი მოსულა, სურათის გადაღებას, ხელი ჩამოსულა და ღვინის დალებაც. გაუშვა შეცდომა ჩავიდა, არ უნდა ჩასულიყო. არ უნდა ჩასულიყო. ამაში მე ეს თქვენთან ვარ მე ამ საკითხებში. არ უნდა ჩასულიყო არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვესაქმებოდა ეგ, რადგან ჩვენ ვიცით რისთვის იყო ორგანიზებული ეს შეხვედრა და რა პროვოკაცია მსახდება ერევანში რუსეთის წინააღმდეგ, ხო? ასევე დღეს კარგეთა გაცხადებოდა ააკეთეს რუსეთის სპეცსამსახურება, რომ უკრაინა იწყებს დრონების დამზადებას მაშინ ერევანში.
ესმის ქარხანა უნდა გაიხსნა. ნუ ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, ესე იგი ის რაც ჩვენთან უნდა გაეკეთებინათ თავის დროზე და რაც ჩვენ ქვეყანა უნდა ჩართულიყო გადაისრულოს უკვე ერევანში, მაგრამ ჩვენ ვართ მიბული, მაინც ხო იქ მიბული ვართ, ხო? კი. ამას უკვე ძალიან, ესე იგი, ძალიან სერიოზული ეს რეაქციები მოყვა რუსეთის მხრიდან. მით უმეტეს თუ სწორად ვიტყვით და არ დაუკარგავთ რუსეთს ჩვენ მას დამსახურებას სასონხეთის გადარჩენაში, რუსებმა გადაარჩინა სასონხეთი. ორჯერ უახლოეს წლებში. და დღესაც რუსეთით იკვებება სასონხეთი, ხო? რა თქმა უნდა. დღესაც მიბული არის და რუსეთით იკვებება სასონხეთი მთელი. ეხლა წავიყვან და ამ ლიბერალურ პოლიტიკურ ლიდერებს დავაყენებ ეგ ლარსზე და დღეში რამდენი სატვირთო მანქანა და სუბუქიანო მანქანა გადადის რუსეთის მიმართულებით. სომხეთის მიმართულებით რუსეთიდან და პირიქით ცარიელისემა. ბიჭო, რამე და მე ქართულს იმას უნდა მინდა უთხრენ დეპუტატებს რომლებიც პარლამენტში ზიან და თქნარების მეც არაფერს არ აკეთებს. აი ქართულოსების დეპუტატები მოთქვენ. გუშინ წინ დაგძებდა TV პირველი ჟურნალისტი კუჩი, აი იქ კიბეებზე და გეუბნებოდათ ასეთ სიტყვებს, რომ რატომ შევთა კობახიძე ზელენსკის? ხას რატომ შევთა კობახიძე ზელენსკის? ანუ ახლა არ გინდათ, ესე იგი, ახლა გაიხსნის, გახსნის ზელენსკი მეორე ფრონტს. აბრალებდნენ, უკვე კობახიძეს აბრალებდნენ, შეხვედრას, გესმისაშია საუბარი. აი ეს საით შემოატრიალეს ყველაფერი, კონკრეტულად. ესენი კიდევ და მუნჯები განან, ხმას არ იღებენ. ერთი განმარტება არ გააკეთეს. ბიჭო, კობახიძე და შეხვედრა ზელენსკის. ზელენსკი მივიდა აი ხა. მიეჭრა გალპირდა. ვერა, უყურებ, არა ბანურისთან. შენ რო იქ ჩადიხარ. უკვე ზელენსკი მოვა შენთან. თუ შენ უხარ სულ ერთია. გეთანხმები, კი ბატონო. იქ რო ჩახვედი უკვე ხარ განწირული აი პროვოკაციისთვის. მიდი შენი ფეხით, მიდი მახერში. მე რო თქვენ ტელევიზიაში მოვდივარ. დიახ. აპრიორში მე აქ ვინ დამხვდება? ხო არ ვიცი. რა თქმა უნდა. რაღაი მოვდივარ მოვედი, всё. რა თქმა უნდა. გეთანხმები, ბატონო მე. არა, დღეს ვიცოდი ვისთანაც მოვდივარ. ეგ ერთი მომენტია ბალოტრისთან. როცა შენ გაქვს პრობლემა და ქვეყნის გაერთიანებაზე გაქვს პრეტენზია და ტერიტორიული პრობლემები გაქვს და საერთოდ არა მხოლოდ ტერიტორიული, ხალხების გაერთიანება არის ერთ-ერთი პირველი პრობლემა ჩვენი ხალხების, ჩვენი აფხაზი, ოსი, ქართველების. ამ შემთხვევაში შენ აკეთებ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შენ ამ მიზანს გაშორებს. ახლა აფხაზებს და ოსებს მოეწონებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრის აი ამ შემადგენლობაში იქ გარევა. რა თქმა უნდა არ მოეწონებოდა და იქ ვინც იმ საზოგადოებაში არიან ისეთები, რომლებსაც არ უნდათ ჩვენთან დაახლოება. ბევრია ისეთ, რომელსაც უნდათ დაახლოება, ბევრია, რომელსაც არ უნდათ. აი ვისაც არ უნდა, თქვენ გენახათ, მე ჩატებს ვაგვირდები, აფხაზურ ჩატებს, როგორი ზეიმი აქვთ. იმ ნაციონალისტურად ესე იგი ანტიქართულად განწყობილ ნაწილს არის ასეთ ნაციონალიზმი ყველგან არის. იქაც როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ ჩვენი ასეთი ნაბიჯებით იმის შემდეგ რა 3 წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკა ქართული ოცნებისა აი ნამდვილად არის მისასალმები პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ აი რაც თქვენ თქვით იმას ჩვენ გადავრჩით და ერევანში პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო რომ ეს პრობლემა აქტუალურია. პრობლემა აქტუალურია, კიდევ არის შესაძლებლობა, მაღალი შესაძლებლობა არსებობს რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების. და მაღალი შესაძლებლობა არსებობს, რომ ჩვენ ჩაგვეთრიონ აი ამ ანტირუსულ კოალიციაში და ჩვენ უშუალო მეზობლები ვართ სომხეთისგან განსხვავებით რუსეთის ფედერაციისა და ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან აი ეს პრობლემები ახლა ვთქვი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენ ბევრად უფრო თხილ ნაბიჯებს უნდა ვდგანდეთ, ვიდრე თუნდაც სომხეთის მთავრობა, თუნდაც აზერბაიჯანის მთავრობა. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან სენსიტიური საკითხების წინაშე ვდგავართ საქართველოს. რაც შეეხება, ნუ ახლა რაც მოხდა ერევანში და რაც მოხდა ამ რაღაც გაერთიანებული კოლექტიური ლიბერალური პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ის იყო ტინგიცავა, მეტი არაფერი არ იყო აბსოლუტურად და ის იყო ის რომ დაანახეს რუსეთს აი ჩვენ უკვე სასომხეთში შევქმნით ამას ქვია სამხედრო ისე ქვია თვალსაზრისით აპორნი პუნქტი და ეგ საიდანაც უკვე საყრდენი წერტილი პუნქტი მაგრამ შესაბამისად შემდგომ საფრთხემა ოპერაციებს და მოქმედებებს ეს ძალიან საშიშ პროცესებს ეს რეაქციას გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს გამოიწვევს რეაქციას და შესაბამის პროცესებს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში დავაგვირდეთ ჩვენ აფხაზეთში რა პროცესები მიმდინარეობს დღეს იმის შემდეგ რაც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა
აი ესეთი ქედმაღლური პასუხები პასუხსაც გააჩნია, რაც შენ უარს რო ამბობ ზახაროვას შეთავაზებაზე ვამბობ, მაღალჩინოსანია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ქალბატონმა ორჯერ, ესე იგი მოგმართა თხოვნით, დიალოგისკენ მოგიწოდა. მესამეჯერ გაურია ცოტა საყვედურები. და შენ ასე პასუხებს სამ მარტო ბოჭორიშვილი კი არა, მთელი ვინც ახსენეთ თქვენ პარლამენტში ვინც ზიან, ვისაც ეკითხება და ვისაც არ ეკითხება. ასეთი მკვახე პასუხები გარკვეულ რეაქციას იწვევს, ძალიან უკუ რეაქციას იწვევს, უკუ პროცესებს იწვევს და ძალიან ისეთ პროცესებს, არასასიამოვნო პროცესებს იწვევს, რომელიც ჩვენ გვაშორებს ერთიანობის, საქართველოს გაერთიანების აი ამ მიზანს. ეხლა ვამბობთ, რომ პირდაპირ დიალოგი უნდა ეწოს ხელისუფლებამ რუსეთთან. ეხლა ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხები ჩამოთვალეთ და ჩვენ საქმეა ხელისუფლების მხრიდან. საგარეო საქმეთა მინისტრი ასეთი მიდგომებით არის რუსეთ-ქართულ ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილის გამოდის და რაღაც ისეთ რაღაცეებს დაარტყამს ხოლმე ხალხს საერთოდ აბსოლუტურად უკვე კაც დაგაფიქრებს, ხო? დაგაბნევს. ხო, ეს ვიდეოში. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ მსგავს განცხადებებს აკეთებენ და ისინი პირდაპირ აი ესე ცეცხლზე ნავცასხამენ, ხო? როგორ შეიძლება და როგორ უნდა მივახციოთ იმას, რასაც ეხლა თქვენ ბრძანებთ, რომ პირდაპირ დიალოგი უნდა იყოს? მაუნტრისთან, იმიტომ რომ დღეს თქვენ ეთერში ვარ და ამ ტელევიზიაში სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ალბათ სამწუხაროდ, რომ თქვენი ეთერი დარჩა ერთადერთი ეთერი, რომელიც საღად პირდაპირ აჟღერებს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს დგას. ამას მე სამწუხაროდ ვამბობ. მე მირჩევნია იყოს 2, 3, 4, 5 კონკურენტი ყავდეთ და მაგრამ სამწუხაროდ ესე აღმოჩნდა, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ეთერი, რომელიც ამბობთ იმას, რაც რეალურად არის და ყველა დანარჩენს ჩემი პატივისცემა ვინც მეტნაკლებად ცდილობთ რუსეთზე რაღაც ისაუბროს ან რაღაცა 50-50-ზე, მაგრამ ეს ენის მოსშლიქის თემა დასრულებული არის. რაც შეეხება თქვენ კითხვას იქ პირდაპირ დიალოგს, ამას სჭირდება მომზადება, ამას სჭირდება შინაგანი მზაობა, ამას სჭირდება იმ ხალხის იქ მიყვანა ხელისუფლებაში, ვინც ამისთვის მზად არის. კი ბატონო, ყველას აქვს ამის შეიძლება სურვილი, მაგრამ ამის მოსმენის სურვილი იქითა მხარეს ვის ექნება? იქითა მხარი და ვის მოусმენენ. მე ძალიან შორს აზრის გარო ქალბატონ ბოჭორიშვილს მოусმენენ. ან ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მოусმენენ. ან აზრი არა აქვს, ეს ყველა ერთი გვარის არის რაღაცა ერთი გვარი. ავიღოთ შეურაცხყოფას არ ვაყენებ გვარებს. ამათ ვერ მოусმენენ. ერთადერთი იმედი შეიძლება ვისაც დღეს შეიძლება მოусმინონ, ეს არის საქართველოს არაფორმალური მმართველი, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ბატონი ბიზნესმენშვილი, რომელსაც იმედი მაქვს, კიდე აქვს იქ იმედი, ესე იგი ვოტუმი დობის და საჭირო იქნება, რომ მან აიღოს ხელისუფლება. მე იმას კი არ ვამბობ, ახლა ამ წუთში ვამართლებ. მე გამოსავალს ვამბობ. წინამძღ შემთხვევაში ქალბატონი ბოჭორიშვილის კვალიფიკაციის დიპლომატები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხედან პირველ სართულზე და იღებენ კორესპონდენციებს და განცხადებებს. თუ უნდა ეწყინოს მინის, თუ არ ეწყინება, ეს მისი პრობლემაა. ამიტომ ჩვენ გვაქვს სხვა პრობლემა. ვინ უნდა დაუჯდეს სალაპარაკოდ? ვინ შეიძლება გახდეს დღეს ის ვიზავი იმასთან, რა ქვია, ლავროვთან, ვინ შეიძლება დაждდეს? ერთადერთი კაცი არის დღეს ივანიშვილი, მაგრამ ბატონ ივანიშვილი თუ ჩავა, ის უნდა ჩავიდეს შეიარაღებული იმ კონკრეტული განაწყვეტილებებით, რაც ჭირდება ორ ერს. და სტატუსით. და სტატუსით. ხო, მე გამომჩა, ანუ ალბათ ვიგულისხმე. ხო, იმიტომ რომ 10 პარტია, 30 საერთაშორისო ორგანიზაცია, 10 ტელევიზია რო აქედან მოუწოდებდეთ, თუ სტატუსით არ ჩადიხარ, იქ შენ არავის არ ჭირდები. ამიტომ ეს არის ბოლო შანსი და ეს შანსი ამ წლის ბოლოს ამოიწურება. და მერე უკვე მე არ ვიცი. ხო, ნუ ახლა ბატონტრისთან რა თქმა უნდა, თითქოს არ იკვეთება პერსპექტივა ჩვენი მთავრობის განცხადებების ფონზე. სხვათაშორის კობახიძე არ აკეთებს ასეთ განცხადებებს. აი თუ შეამჩნიეთ თქვენ ბოჭორიშვილი რო აკეთებს ისე. არა, კობახიძე. არა და პაპუაშვილი ამ პაპუაშვილს ბოჭორიშვილი და პაპუაშვილს ყველგან საბჭოთა კავშირი რო ელანდება ეს არის. ევროკავშირის საბჭოთა კავშირია, პუტინსაც საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა. მოკლედ ვერ გავხსეულობ და საბჭოთა კავშირს მაგას რომ მომსმენ. რა ბედნიერები ყოფილვართ. რა ბედნიერები ყოფილვართ. საბჭოთა კავშირის დროს რა ბედნიერები ყოფილვართ და არ ვიცოდი.
ვერ ვაფასებთ იმ ბედნიერებას და ბედნიერებასაც ჩვენ ახლა უყურებთ მაშინ ამ ბედნიერებას როცა ჩვენი ეს მთელი ეს არის გადაცემების თემა არის ციკლის თემა არის რა იყო საბჭოთა კავშირი რატომ დაინგრა და რატომ მოხდა ეს მაგრამ მე ერთი მომენტს მინდა გავუსვა ხაზი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იძულებული გახდება ეს ნაბიჯი გადადგას ის ნაბიჯი რაც თავის დროზე ერეკლე მეორემ გადადგა და ის ნაბიჯები რაც თავის დროზე ახალმა ხელისუფლებამ, კერძოდ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ გადადგა 1922 წელს, როცა საქართველოს СССР გახდა საბჭოთა კავშირის დამფუძნებელი ერთ-ერთი. რატომ? იმიტომ რომ როგორც თავიდან აი გადაცემის დასაწყისში ვთქვით, რომ არჩევანი არის ორი, ან იქ უნდა იყო, ან აქ უნდა იყო. აი ეს მესამე მდგომარეობა, რასაც ახლა ესენი ასე ვთქვათ, გადაგებენ და ყველგან ამას ამბობენ, რომ სუვერენიტეტი და ჩვენ გვინდა ესე იგი ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი დამოუკიდებელი გზა გვაქვს და ჩვენ ესე იგი რაღაცა ცალკე მდგომი ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ესე იგი საგარეო პოლიტიკა გააჩნია, ეს არის კონიუნქტურის შედეგი. ეს არის იმ ვითარების შედეგი, რომელიც შეიქმნა ბოლო ამ 5-6 წლის მანძილზე, რაშიც გაუმართლა ქართულ ოცნებას. გაუმართლა, იმიტომ რომ მოხდა დიდი დაპირისპირება, სამხედრო დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის და ამ დაპირისპირების პირობებში რუსეთს არ სალია იმისთვის, რომ მოხდეს კონსოლიდაცია მოახდინოს პოსტსაბჭოთა სივრცის. და მეორეს მხრივ ამ ომმა დააჩქარა ის უკრაინაში რაც არის, აგერ ირანში რაც ის მომენტი რომ შენ დასავლეთი ჩაგებღა უჭება აუცილებლად. ის გეუბნება შენ ჩემთან უნდა იყო, ჩემს ხელში იარაღი უნდა იყო რუსეთის წინააღმდეგ. ის გეუბნება უკრაინის როლი უნდა შეასრულო შენ რუსეთის წინააღმდეგ. მარტო შენ კი არა, მთელმა სამხრეთ კავკასიამ. სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთად. და ამ ჩაბღაუჭების მომენტში, არა, შენ ვერ გადარჩები ქართულ ოცნებას მიუმართავ და დღევანდელ მთავრობას არ გაპატიებს დასავლეთი იმას, რასაც თქვენ აკეთებდით აქამდე საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საგარეო პოლიტიკა მაქვს ხედველობაში, რომ საშინაო პოლიტიკაში რასაც აკეთებენ, ჩვენ ხედავთ ამას. ხალხი მშიერია. საგარეო პოლიტიკაზეა საუბარი. ეს პერიოდი, всё, დამთავრდა. აი, რაც ბატონმა მიხეილმა თქვა, ახლა კონკრეტულად ამბობ წლის ბოლომდე, არ ვიცი, მაგრამ ეს პერიოდი დამთავრდა, როცა არჩევანი უნდა გააკეთო უკვე და ეს არჩევანია, ეს ისტორია ჩვენ უფრო მწარედ დაგვანახებს. ის დესტაბილიზაციის ის მომენტები, რაც უკვე ქონდა და რასაც ქართულმა ოცნებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა, ახლა დღევანდელი დაპატიმრებები, მაგალითად ეს მემასთან არის დაკავშირებული, სრულიად გაუგებარი ნაბიჯებია პოლიტიკური თვალსაზრისით ქართული ოცნებიდან. ის საერთოდ ეს განმეორდება, ეს აუცილებლად განმეორდება დესტაბილიზაცია, მცდელობა აუცილებლად იქნება და უმძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ქართული ოცნება დღევანდელ მთავრობა. და ის აუცილებლად გადადგამს ნაბიჯს, ან დასავლეთ ჩაიხუტება და ჩვენ დავიღუპებით და თვითონაც დაიღუპავენ თავს, ან რუსეთისგან გადადგამს ამ ნაბიჯს, მაგრამ მეორე საკითხია, რითი მიდიხარ რუსეთთან. ჩვენ მაგალითად, ბატონ მიხეილი და მე და თქვენი პოზიციაც, აი ასეთია, რომ ჩვენ კი არ ბარდებით რუსეთს. ჩვენი ინტერესები გაგვაჩინა, ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ და დავიცავთ. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გვინდა, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგი დავიწყოთ. ჩვენი წითელი ხაზები გვაქვს. ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ უმწვავეს საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვია ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. და ამას გაშლა კიდევ ცალკე გადაცემის თემა არის, ჩვენ შეგვიძლია ეს გავშალოთ, დღესაც შეიძლება თუ არის დრო 2-3 მომენტი. მაგრამ ასე რომ აქ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, ჩამოყალიბებული გეგმა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ახლა საქართველოს მთავრობასაც თუ შეისმენენ და თუ ჩათვლიან საჭიროდ რომ ჩვენ მოგვისმინოთ, არა ბატონო, ისინი ხო ზემოთ არიან და ჩვენ არ გვაფასებენ. კონკრეტული გეგმა გვაქვს თუ როგორ შეიძლება იმ პრობლემების მოგვარება და დაძლევა, რაც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის.
და მაინც ბატონო მიხეილ, ახლა ჩვენ დროში ცოტა ესაა შეზღუდულები ვართ, თუმცა ძალიან სწრაფად იქნება ჩვენ დრო. საინტერესო საუბრებია, საინტერესო თემები ხართ, მაგრამ ისევ 9 მაისს დავუბრუნდები ბატონო მიხეილ და ისევ 9 მაისის ირგვლივ ტრიალებ და რადგან ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, მე კიდევ მეუბნები, ეს არის განსაკუთრებით საქართველოს არის მნიშვნელოვანი თარიღი, 700,000 საქართველოს მოქალაქე იყო გაწეული ამ ომში და 300,000 დაიღუპა და პროცენტულად ყველაზე მეტი ჩვენ მივიღეთ დანაკარგი, ხო? და ჩვენ ყოველთვის ყოველ წელიწადს ვიკრიბებოდით, მივდიოდით და ყვავილებით და ვენოფებით ვამკობდით რუსნობის ჯარისკაცის საფლავს ვაგის პარკში და დღეს არის ეს დაკონსერვებული. აი სირცხვილია. ჩვენ ხელისუფლება ეს არის რაც აკეთებენ რა. აი 9 აპრილის ღონისძიებაზე ბატონო თემური მოგახსენებთ მე ვაგის პარკის სირცხვეზე მოგმართავთ ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას. არ ცხენიათ, რა ჩადიხართ. იქ არის დასვენებული ქართველი კაცის ძვლები. რომელიც 5 კაცმა იცოდა, ვინ ჩამოასვენა, ვინ იყო და არავინ არ გათქვა ეს ამბავი. არ ცხენიათ, რას აკეთებთ. ის რომ დასავლეთს დაანახოთ, რომ აი 9 მაისის წაშლა გინდათ ისტორიის, მე რამდენი წელია ის რემონტში გაქვთ. რითი ვერ გაარემონტეთ ეს 9 ბიჭო, სათაჟენები ააშენეს. არა, ბატონო ტრისტან. რამდენი? ბატონო ტრისტან, ძალიან დიდ სოდვას ჩადიხართ ოცნება. ძალიან დიდ სოდვას ჩადიხართ. მარტო ოცნება მანამდეც ესე იყო და საერთოდ ბოლო 25 წელი 9 მაისზეც მიუფურთხებია ყველა იმ ხელისუფლებას, ვინც იყო ხელისუფლებაში. და ამ ხელისუფლებას მით უმეტეს. რა გახდა იმ ვაკის პარკის გარემონტება? რომ ადამიანი მივიდეს და ვინც ვერ მიდის თავისი ბაბუის, დიდი ბაბუის თუ დიდი პაპის თუ პაპის საფლავთან და იქ დადოს, ამას რატო უშლით? რატო აკეთებთ ამ არამზადობას? არ გეწყინოთ, რას გეუბნებით. ჩვენ თუ ვერ მოგთხოვთ, ღმერთი მოგთხოვთ და თქვენც აღარ იქნებით მალე არც ხელისუფლებაში და არ ჩვენ არ ვიქნებით ამ დედამიწაზე და ვიღაცა ჩვენ საფლავებზეც უნდა მოვიდეს და ისე არ მოხდეს, რომ იმ ქმედებების გამო ვიღაცის შვილობაზე უარი თქვას. ბევრჯერ იყო ეს შემთხვევა და მომავალი წლისთვის აღადგინეთ ვაკის პარკი ტრადიციულად, რომ ქართველი კაცი მივიდეს, თაყვანისცეს თავის დაკარგულ ბაბუას, პაპას, დიდ ბაბუას და დიდ პაპას. სირცხვილია უბრალოდ თავი გაქვთ მოჭრილი. ვის ეკეკრუცებით დასავლეთს, რამდენჯერაც მე თქვენთვის მივთქვამს, იმდენი სიცოცხლე ჩემ ოჯახზე გახარება 999 სრული ორ შეუსრულოთ დასავლეთს მაინც ჩამოგაგდებენ. თქვენ გაწერული ყავხართ დასავლეთზე, ისე ნუიზავთ, რომ ქართველმა ხალხმას გაგწიროთ და გამოსაშლებელი არ ყავდეთ. მე ხა ბატონ მიხეილს ვინდა რომ დავეთანხმო აბსოლუტურად სიმართლე თქვა ამ კაცმა და მე მაგალითად იქ ვაკის პარკში რომ მივდიოდი და ყვავილებდები და ვენოფდები, მე ბაბუაჩემის საფლავზე ვერ მივდიოდი, იმიტომ რომ ბაბუაჩემი დაიღუპა, დაიგაგა, ვერ ჩამოასვენეს და ამიტომ ჩემ წარმოდგენაში ბაბუაჩემი არის იქ. მამაჩემის მამა, რომელმაც ბერლინის მისადგომებთან დაიღუპა კაცი ბრძოლაში და ვერ ჩამოასვენეს, მაგრამ ის თქვენთვის არ იყოს, თვითონაც ჩვენი ოჯახის ტკივილი არის იქ და აი ესე წაგვარდეს რა. და მე ახლა კიდევ თლად ვარ ეს, ახლა 3-4 წლის უკან ვიყავი ასული პეტრე პავლეს სასაფლაო რომ არის აგერ. ნაში რა ქვია, როგორც ადიხარ ის თავზე 200-მდე ესე იგი სამხედრო პირია დასაფლავებული, რომლებიც თავის დროზე დაეჭრნენ ომში, გოსპიტალებში მკურნალობდნენ, მაგრამ გარდაეცვალნენ გოსპიტალებში დაასაფლავეს აქ. ეხლა რა ნახე? ჯერჯერობით გადავლილია მთლიანად ტყე არის რა, ტყე არის და მე უკანა მხარეს, ესე იგი ეთქობა მიტო სპეციალურად, ესე იგი არ მოუარეს წინა მხარეს და წამოვიდა ეს ბალახი და ტყე და ის უკანა მხრიდან მოყვება უკვე და სამოქალაქო პირებს სასაფლაოები. ბიჭო ეს რასაში გადავიდე? დირექტორი მოვიკითხე, მეთქი ვინაა დირექტორი? როგორ შეიძლება ასე? უკვე უკანა მხრიდან ჩუმად ასაფლავებდი ადამიანებს. სადახარ ასაკეთებ თქვენ ხელისუფლება, კაცო, იქ ტანკი დაჭერით, გაიგე იმაზე თემკაცე. ეგ აგერ სასაფლაოები გადაამიდრეთ, გაიგე. იქ ვაკის პარკი დაგეკონსერვე, გაიგე. ცეცხლ თამაშები თქვენ ეგრე თქვენ გეუბნებით, თქვენ ამ საქციელებით თქვენ ხალხს დაკარგავთ და ხალხს დაიპირისპირებთ. ამიტომ აი ეს ამ ნაბიჯებით თქვენ ვერ მიახსენებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რასაც ქვია ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგება და თეატრობაში ქვეყნის გაძლიერება. ბატონო და ბოლო თქვენ 9 მაისთან დაკავშირებით კიდევ ერთი ორი სიტყვა უთხრათ ქალაქებს, რა იქნება ხო, როგორი ღონისძიება იქნება სარიგრებები. დიახ, ზუსტად ამ კონკრეტული შინაარსით გვინდა ჩვენ ჩავატაროთ მიტინგი და შემდეგ მსვლელობა ხვალ 9 მაისს ქალაქ გორში სტალინის მუზეუმთან ვიკრიბებით. პირველის ნახევარზე იქ
მოკლე მიტინგი იქნება დაახლოებით 9 საათი. იქ განცხადებას მივიღებთ ამ მიტინგზე. განცხადებაში იქნება მოთხოვნები რუსეთთან პირდაპირ დიალოგის და სოციალური მოთხოვნები ფასებთან დაკავშირებით და იქნება აგრეთვე სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით, როდის დაუბრუნდეს გორის ცენტრს. აი მსვლელობა მიტინგის შემდეგ, რომელიც გაიმართება ადმინისტრაციული შენობისკენ, ზუსტად აი ამ მოთხოვნით იქნება, რომ სტალინის ძეგლი აღდგეს გორის ცენტრში. და მოგიწოდებთ, რა თქმა უნდა, შემოგვიერთდეთ და ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ალბათ ხვალ გავაკეთებთ ამ განცხადებას, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საქართველოში დაფუძნდეს სახალხო მოძრაობა, მემარცხენე სოციალისტური სახალხო მოძრაობა, რომელსაც ექნება შესაბამისი პროგრამა, ანტიკაპიტალისტური პროგრამა და ამ განცხადებას ჩვენ ხვალ გავაკეთებთ გორში. კარგი, ბატონო მიხეილ, ბატონო თებო, დიდი მადლობა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება ხვალ მოთხოვნებში ჩართეთ ის ვაკის ბანკის და პეტრე პავლეს სასაფლაოც, რომელიც ასეთ მდგომარეობაში არის, რომ იქიდან ხმა მიაწვიდონ ხელისუფლებას. ასე არ შეიძლება იმ ადამიანების ზურგის შექცევა, რომელი ადამიანების სისხლზეც ესენი არიან დღეს ხელისუფლებაში და ესენი ფარფაშობები და ესენი გახდნენ მილიარდერები. თვითონაც ელემაღურებლებო მე მინდა მოგილოცოთ ხვალიდელის და სამაისი ეს არის კიდევ გონებით საყოველთაო ეროვნული ზეიმი არის. ამით გადარჩა საქართველო, გადარჩა ქართული გენი, გადარჩა ქართული კოდი, ქართული ისტორია და ეს გადარჩენა და ეს დიდი ბრძოლა მოიპოვა ორმა დიდმა ქართველმა, იოსებ ბესარიონიძე სტალინმა და ლავრენტი ბერიამ. ეს იცოდეთ და ამას ვერ წარჩით ისტორიიდან ლიბერასტებო. და მესამე ქართველმა დროშა დაასვა მელიდონ განთარია. აი ეს წარმოიდგინეთ, თქვენ ამხელა ბუმბერაზე ქართველები ყავს და თქვენ აქ ზოგი გინდათ ამას შეასრულეთ ამ ისტორიას ვერ შეაქცევთ. ვერასდროს ვერ წარჩით ამ ისტორიიდან. მთელი მსოფლიო ემამება, მაგრამ ვერავის ვერ იზარდეთ. კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე, ჩვენ გაგიბრუნდებით სამშაბათს და ხუთშაბათს ეთერში, რა საინტერესო სტუმრებით. დიდი მადლობა.